საქართველოში, როდესაც დავასრულე სწავლა, დაახლოებით 1 წლიანი გამოცდილება მაქვს პრაქტიკული დონის, როგორც ექთანი. მე ვარ სალომე, 26 წლის, სექტემბერში ჩამოვფრინდი გერმანიაში და დავიწყე კლინიკაში მუშაობა პირდაპირ. მე ვიმყოფები ქალაქ შველმში. თუ შევადარებ მაგალითად გერმანიაში მოღვაწეობას და საქართველოში მოღვაწეობას, გერმანიის 3 პრიორიტეტი შეიძლება ასე ვთქვათ გამოვყო. ეს არის სამედიცინო ტექნოლოგია ალბათ, რაც ჩვენ სამწუხაროდ არ გვაქვს ასეთი განვითარებული. ყველაზე ცუდი რაც არის, ეს არის ანაზღაურება. ასევე ინტერესების გამო რა ხდება სხვა ქვეყანაში ამ მიმართულებით ყოველთვის მაინტერესებდა და ეს იყო ჩემი мотиваცია, ასე ვთქვათ, საერთოდ ევროპაში წამოსვლის. ჯერ მე ვარ დამწყები, სრული საერთო აღიარება არც მაქვს, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენი საერთო დიპლომი არ არის გათანაბრებული გერმანულ დიპლომთან და შესაბამისად აქ ჩამოსვლის დროს გიწევს ექთნის დამხმარედ მუშაობა. იქიდან მიუხედავად იმის, რომ ძალიან ბევრი რაღაც იცი, იწყებ ნულიდან, შენი გამოცდილება აქ არაფერს არ ნიშნავს სამწუხაროდ და გჭირდება რაღაც კონკრეტული პერიოდი, რომ მოახდინო დიპლომის აღიარება, დააძლიერო ენის ბარიერი და სხვადასხვა, ასე ვთქვათ, გამოცდა ჩააბარო. საქართველოში საერთოდ სხვა მოვალეობები აქვს ექთანს და გერმანიაში საერთოდ სხვა მოვალეობები და ასევე დამოკიდებულება ექთანს და ექიმს შორისაც განსხვავდება, რაც ასევე ჩვენს რესურსს მოითხოვს და ამიტომ ვადარებ. მაგალითად, საქართველოში ძალიან ბევრი შენი მოვალეობა რაც გაქვს, ბევრი манипуляცია, რაც უშუალო შეხება გაქვს, ეს არის ისეთი ჩარევები, რასაც გერმანიაში აკეთებს ექიმი და კიდევ ამას პლუს შეიძლება რომ გაქვს იმის მონაცემები და რესურსი, რომ ექიმმა რაღაც გთხოვოს, ასევე, ნებართვა გქონდეს შენც რომ აკეთებდი ამ манипуляციას, ექიმიც აკეთებდეს და საბოლოოდ, ასე ვთქვათ, იქიდან გამომდინარე, რომ ექიმი დატვირთული არის, შენ აიღო და შენ გააკეთო ის манипуляციაც, რაც ექიმს შეიძლება ექიმი აკეთებდეს ამას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნამდვილ ექთნებად თავს ვგრძნობდით საქართველოში, იმიტომ რომ ისეთი მოვალეობები ვქონდა ნამდვილად, როგორც ქართული, ასე ვთქვათ, საქართველოში ექთანი განიმარტება. გერმანიაში რაც შეეხება ისეთი манипуляციები შედის, ასე ვთქვათ, ექთანი გერმანიაში განიმარტება როგორც პროფესიონალი, ვინც ზრუნავს პაციენტზე სამუშაო გრაფიკი და პირობები, უბრალოდ ვერ შევადარებ. ადამიანური პირობები, რაც შეიძლებოდა არსებობდეს სამყაროში, მივხვდი, რომ ეს არის ადამიანური პირობები. რომ არ შეიძლება 8 საათზე მეტი დღის განმავლობაში, რომ ადამიანმა, ასე ვთქვათ, დაიტკბოს და იმუშაოს, აუცილებელი არის, რომ ის 30 წუთის შესვენება, რაც საქართველოშიც ვქონდა, მაგრამ მე პირადად არ მახსოვს, რომ ეს 30 წუთი შესვენება ოდეს მე ან ჩემ კოლეგას ნებისმიერ არა მხოლოდ მე დღის განმავლობაში შეგვეძლო და გამოგვეყენებინა, ეს არ ვიცი, ძალიან იშვიათად ხდებოდა. აქაც მუდმივად ეს ბრძოლა მიმდინარეობს, რომ აუცილებელი არის სამედიცინო პერსონალს უფრო მეტი ანაზღაურება ჰქონდეს და რაღაც. თუმცა ქართველებისთვის ეს ანაზღაურება, რა თქმა უნდა, არის საოცარი. აქაც განსხვავდება პრაქტიკული, როდესაც პრაქტიკანტი ხარ გადასახადების შემდეგ, დაახლოებით 1500 ლარიდან ევროდან 2500 ევრომდე ვერყევავს. როდესაც ხარ პრაქტიკანტი, ანუ დამწყები, ექთნის დამხმარედ მოიაზრები ამ დროს. ექთნებს უკვე, როდესაც ექთანი ხარ, იწყება უკვე 2500-დან დაახლოებით 4000 ევრომდე და უფრო. საქართველოში თუ ხარ მაგალითად ექთანი და შეგიძლია იყო ნებისმიერი მიმართულებით, არ აქვს მნიშვნელობა ნებისმიერი შეგიძლია ნებისმიერ სფეროში, ასე ვთქვათ, დარგში იყო ექთანი და აქ აუცილებელი არის, რომ კონკრეტული მიმართულებით გქონდეს გამოცდილება, კონკრეტული მიმართულებით გქონდეს ცოდნა და თუ ხარ მაგალითად ერთ კონკრეტულ განყოფილებაში, უკვე შემდეგ აღარ შეგიძლია რომ მეორე განყოფილებაში იყოს სრულფასოვანი ექთანი. ანუ აქ არის სხვადასხვა მიმართულებით შემდგომი განვითარებები. ძალიან ბევრი შეტყობინება შემომდიოდა. იქიდან გამომდინარე დროს ცოტა სხვანაირად ვუყურებ და ჩემთვის ძვირფასი არის, რა თქმა უნდა, ყველა შემიძლია დავეხმარო, თუ შევძლებ, თუმცა ცოტა რთული არის აკონტროლო ამდენი SMS-ი და შემოსული შეტყობინება და ყველას უპასუხო და ყოველდღიურად გაიმეორო დღეში რამდენჯერმე ეს ერთი და იგივე, როგორ და რა.
ამან მიმიყვანა იმ დასკვნამდე, რომ შესაძლებელი იყო რაღაც გვერდის შექმნა, სადაც ვიდეოებს ჩავწერდი და უბრალოდ გურწფელად გავუზიარებდი იმ გზას, რაც შეიძლება გამოიარონ ადამიანებმა. უბრალოდ ინფორმაციას გავცემ ჩემს გვერდზე ვიდეოების სახით და თვითონ გადაწყვიტოს ყველა კოლეგამ რა ურჩევია მომავალში. ურჩევია თუ არა უღირს თუ არა ნამდვილად, მიიღოს გადაწყვეტილება, რომ დატოვოს სამშობლო, დატოვოს ის ყველაფერი, რაც აქვს აქამდე შექმნილი და ჩამოვიდეს